ხო, ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს, რატომ გგონიათ, რომ მარსზე გაფრენა და იქ დასახლება არის თქვენი მთავარი პრიორიტეტი. SpaceX-ის და თქვენი აზრით, როდის იქნება ადამიანი მზად მარსზე დასასახლებლად? და თუ შეიძლება დაგისვათ ეს კითხვა, რადგან ყველას აინტერესებს ეს პროექტი. დიახ, ჩემი აზრით, უმაღლეს დონეზე ეს არის ის, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომელი ქმედებები მიგვიყვანს ცივილიზაციის გრძელვადიან კეთილდღეობამდე, მასშტაბის და ცნობიერების დონის ზრდამდე. როგორც ჩვენთვის ისტორიულად ცნობილია, დედამიწა 4,5 მილიარდი წლისაა. მაგრამ ცივილიზაცია, თუ ავიწყდით პირველი წერილობითი ძეგლიდან, მხოლოდ დაახლოებით 5,000 წლისაა. რაც დედამიწის არსებობის მხოლოდ მემილიონედი ნაწილია. ასე რომ, მთელი ადამიანური ცივილიზაცია არის ძალიან მცირე ნაპერწკალი. ასე რომ, ჩვენ უნდა ვკითხოთ ჩვენს თავს, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ უზრუნველყოთ სიცოცხლის და ცნობიერების გრძელვადიან პერიოდში გადარჩენა. და თუ ჩვენ გავხდებით მრავალპლანეტიანი ბიოსახეობა, ცნობიერების სიცოცხლის ხანგრძლივობა ბევრად დიდი იქნება, ვიდრე თუ ჩვენ მხოლოდ ერთ მულტიპლანეტარულ სახეობად დარჩებით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვფიქრობ, რომ დედამიწა მალე განადგურდება ან რამე მსგავსს. მაგრამ გარკვეული რისკები არსებობს. მაგალითად, თუ მსოფლიო თერმობირთვული ომი დაიწყება, ან რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ბუნებრივი კატაკლიზმები მოხდება, როგორიც აუზარმაზარი მეტეორის დაცემა, რაც გამოიწვევს ადამიანების მასობრივ განადგურებას. წიაღისეული შესწავლის მიხედვით ასეთი რამ უკვე მომხდარა და თანაც ხუთჯერ ისეთი მოვლენებია, რომლებიც მთლიანად გაანადგურებს კაცობრიობას. ასეთი მოვლენა ხუთჯერ იყო და ამიტომ ვფიქრობ, რომ დღეს უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი, რადგან დედამიწის 4,5 მილიარდი წლის ისტორიაში პირველად არსებობს შესაძლებლობა გავაგრძელოთ სიცოცხლე და ცნობიერება დედამიწის ფარგლებს გარეთ. და ეს შესაძლებლობის ფანჯარა შეიძლება იყოს ღია მოკლე დროით, ან შეიძლება იყოს ღია ხანგრძლივად, მაგრამ უბრალოდ ამ შემთხვევაში თუ ეს ფანჯარა მოკლე დროში იქნება ღია, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ მრავალპლანეტიანი სახეობა და უზრუნველყოთ ცივილიზაციის ხანგრძლივი გადარჩენა. რამდენი დრო დაგჭირდებათ მარსზე ადამიანის პირველი ექსპედიციის გასაშვებად? რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, ეს არ არის ის, რომ დროშები და ნაკვალევი დავტოვოთ მარსზე, არამედ თვითკმარი ქალაქების შექმნაზეა საუბარი. მარსზე. კოლონიები, რომელიც შეძლებს დედამიწისგან დამოუკიდებლად განვითარებას. ანუ, თუ მიწოდების ხომალდი დედამიწიდან რაიმე მიზეზით ვეღარ ჩაფრინდება, მარსის კოლონია არ დაიღუპება. თუ ამას მივაღწევთ, მაშინ დავძლებთ ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან და საფუძვლიან ფილტრს. იცით, არსებობს იდეა, რატომ ვერ ვხედავთ კოსმოსში ინტელექტუალური სიცოცხლის ნიშნებს. რადგან არსებობს სხვადასხვა დიდი ფილტრები, რომლებსაც ცივილიზაციები ვერასოდეს გადალახავენ. და ერთ-ერთი ასეთი ფილტრი არის ის, რომ ცივილიზაცია არასდროს გადადის საკუთარი პლანეტის საზღვრების მიღმა. ამიტომ თუ ჩვენ შევძლებთ ერთპლანეტიანი სახეობიდან გასვლას, ეს იქნება გადამწყვეტი ეტაპი და გასაგებია, რომ თუ ჩვენ მხოლოდ ერთი პლანეტის სახეობად დავრჩებით, ეს მხოლოდ დროის საკითხია, სანამ კაცობრიობა განადგურდება. შეიძლება ვიკამათოთ, რამდენ ხანს გაგრძელდება, მაგრამ საბოლოოდ რაღაც მოხდება, რაც ცივილიზაციას გაანადგურებს. ეს შეიძლება იყოს ძალიან შორეულ მომავალში, მაგრამ როგორც უკვე აღნიშნე, არქეოლოგიური კვლევების მიხედვით არსებობდა მინიმუმ 5 ბუნებრივი კატაკლიზმა, რომელმაც ცივილიზაცია გაანადგურა. ჩემთვის კი არსებობს განადგურების დამატებითი რისკი, რადგან დინოზავრებს არ ჰქონდათ თერმობირთვული იარაღი და არც კოსმოსური ხომალდები. ამიტომ ჩვენ გვაქვს რისკი, რომ თერმობირთვული ომი გაანადგურებს ყველას, მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს კოსმოსური ხომალდები, რომლებიც სხვა პლანეტაზე გადასახლების შესაძლებლობას იძლევიან. მაგრამ
პირდაპირ რომ ვუპასუხო თქვენს შეკითხვას, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაგზავნოთ უპილოტო ხომალდები მარსზე დაახლოებით 2 წლის განმავლობაში. ანუ დედამიწა და მარსი იქნებიან ერთ წერტილში პლანეტ შორისი გაფრენისთვის. ეს ხდება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ, რადგან დედამიწას სჭირდება 1 წელი მზის გარშემოწრის გასაკეთებლად, ხოლო მარსს 2 წელი და ცხადია, რომ ჩვენ ვერ გავფრინდებით მარსზე, მაშინ როდესაც ის მზის მეორე მხარესაა. ამიტომ ჩვენ უნდა დაველოდოთ მარსს, როდესაც ის იმავე კვადრანტში აღმოჩნდება, რომელშიც დედამიწა. ეს ხდება ყოველ 2 წელიწადში 6 თვის განმავლობაში. ოპტიმალური ფანჯარა, როგორც წესი, რამდენიმე თვე გრძელდება. ამიტომ ყოველ 2 წელიწადში ან ყოველ 26 თვეში შეიძლება მარსზე გაფრენა. ახლა სწორედ არის ფანჯარა, ესე იგი შემდეგი ფანჯარა იქნება 2 წელიწადში. ასე რომ 2 წელიწადში ჩვენ შევძლებთ უპილოტო აპარატის გაშვებას იმისთვის, რომ შევამოწმოთ როგორ მუშაობს დაშვების სისტემა. ჩვენ გვინდა დავწმუნდეთ, რომ არ გავარჩენთ ახალ კრატერებს მარსზე და როდესაც ყველა ხომალდი, რომელსაც გავუშვებთ, უსაფრთხოდ დაჯდება მარსის ზედაპირზე და დავწმუნდებით, რომ ყველაფერი მუშაობს, ამის შემდეგ დაახლოებით 4 წელიწადში ჩვენ შევძლებთ პირველი ადამიანის გაშვებას. ამის შემდეგ ხომალდების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს გეომეტრიული პროგრესიით. მე ვფიქრობ, მარსის თვითუზრუნველყოფისთვის ჩვენ უნდა გადავიტანოთ მარსზე დაახლოებით 1 მილიონი ტონა ტვირთი. იცით, როდესაც ყველაფერი ჯერ კიდევ გაურკვეველია და თქვენ დაახლოებით შეგიძლიათ გამოიცნოთ რაღაც, ეს ნიშნავს, რომ თქვენ საქმე კარგად გამოგდით. მე ვფიქრობ, რომ 100,000 ტონა არ არის საკმარისი, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ არ დაგჭირდება 10 მილიონი ტონა. ამიტომ ვფიქრობ, რომ 1 მილიონი ტონა ტვირთი საკმარისია იმისთვის, რომ მარსი გახდეს თვითკბარი. ანუ იმისთვის, რომ მარსზე გადავზიდოთ 1 მილიონი ტვირთი, ან გადავიყვანოთ 1 მილიონი ადამიანი. აი რა არის მართლა მნიშვნელოვანი. ცივილიზაციის ფუნდამენტური განვითარების თვალსაზრისით კრიტიკული ზღვარი არის ის მომენტი, როდესაც მარსი შეძლებს თვითკმარ არსებობას. მაშინაც კი, თუ დედამიწიდან ხომალდები აღარ ჩაფრინდებიან, ან ამ მომენტიდან ცივილიზაციის ორი განშტოება გაჩნდება და ერთ-ერთი იქნება და ამ მომენტიდან ცივილიზაციის არსებობის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. და მე ვფიქრობ, რომ მარსიანელები დაეხმარებიან საგანგებო სიტუაციებში დედამიწას და გადაარჩენენ ხალხს ისე, როგორც ამერიკა ეხმარებოდა დანარჩენ სამყაროს პირველი და მეორე მსოფლიო ომის დროს და ცივი ომის პერიოდში. და იცით, სად იქნებოდა ახლა მსოფლიო ამერიკა, რომ არ დახმარებოდა მათ. ასე რომ არის ძალიან დიდი ალბათობა იმისი, რომ მარსიანელები ოდესმე გადაარჩენენ დედამიწას და შეიძლება მრავალგზის. შემდეგ, როდესაც მარსზე დავსახლდებით, ჩვენ შევძლებთ მზის სისტემაში გაფართოებასაც და ისეთ ადგილებში დასახლებას, როგორიცაა ასტეროიდი ცერერა. ან იქნებ იუპიტერის და სატურნის თანამგზავრებზე. და კიდევ უფრო იქით და მაშინ ჩვენ მრავალპლანეტიანი ცივილიზაციიდან გარდავიქმნებით მრავალვარსკვლავიან ცივილიზაციად. მაშინ ჩვენ შევიცნობთ სამყაროს არსს. იცით, შესაძლებელია, როდესაც ჩვენ გავფრინდებით შორეული ვარსკვლავების სისტემისკენ, ჩვენ აღმოვაჩენთ დიდი ხნის წინ გამქრალ უცხოპლანეტური ცივილიზაციის კვალს. ვფიქრობ, ეს იქნება წარმოუდგენლად საინტერესო და ეს უდაოდ გააუმჯობესებს ჩვენს ცოდნას სამყაროს შესახებ, ასე რომ დროითი მასშტაბები ეს უბრალოდ საოცრებაა. მე ვგულისხმობ იმას, რომ ფიზიკის თანახმად სამყაროს ასაკია 13.8 მილიარდი წელი და მე ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი სხეულის შემადგენელი ის ელემენტები, რომლებიც არ წარმოადგენენ წყალბადს, უნდა გაჩენილიყო ვარსკვლავის ცენტრში, ანუ
ჩვენი სხეულის უდიდესი ნაწილი შეიქმნა ვარსკვლავის ცენტრში და ეს ვარსკვლავი აფეთქდა. მერე კი მილიარდი წლის შემდეგ ეს ელემენტები ისევ გაერთიანდა იმისთვის, რომ შეექმნათ დედამიწა და ადამიანები. ასე რომ, როცა თქვენ ფიქრობთ დროის ამ მასშტაბებზე, ეს მართლა გამოუგებელია. ვფიქრობ, კარგი კრიტერიუმი იმის დასადგენად, თუ როდის იწყება ცივილიზაცია, არის ალბათ დამწერლობა. დამწერლობა მხოლოდ 5000 წლის წინ გაჩნდა. და თუ ცივილიზაცია მაგალითად მილიონი წლისაა, ეს უზარმაზარი დროითი შუალედია ჩვენი ცივილიზაციის ხანგრძლივობასთან შედარებით, მაგრამ ძალიან მცირეა სამყაროს ასაკთან შედარებით. სამყარო 13.8 მილიარდი წლის არის. თქვენ მოგიწევთ მძიმის შემდეგ 3 ციფრის წაშლა იმისთვის, რომ მილიონამდე დახვიდეთ. გონია, რომ როცა გავფრინდებით ამ ვარსკვლავურ სისტემების შესასწავლად, ალბათ აღმოვაჩენთ უცხო ცივილიზაციებს, რომლებიც მილიონი წლის განმავლობაში არსებობდნენ, უფრო დიდი ხნის წინ, ვიდრე ჩვენ ვარსებობთ. და ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ცივილიზაცია, რომელიც მილიონი წლის განმავლობაში გადარჩა, ნამდვილად შევადიდების დარბაზში. ეს საოცრად ხანგრძლივი პერიოდია. როგორც ხედავთ, ჩვენ არ უნდა დავრჩეთ ერთ-ერთ საცოდავ ერთპლანეტარულ ცივილიზაციად. მე ვფიქრობ, რომ ყოველ თავმოყარე ცივილიზაციას უნდა ჰქონდეს მინიმუმ 2 პლანეტა. ეს არის ის, რასაც ჩვენ უნდა მივახციოთ. So I think we may find when we go out there and explore these star systems that there were alien civilizations. Maybe they lasted for millions of years, much longer than we've lasted. And I think any civilization that can last 1 million years is going to be in the Hall of Fame. This is an incredibly long time. So anyway, and I think as for humanity, we don't want to be one of those lame one-planet civilizations. Like any self-respecting civilization should have at least 2 planets. So that's what we should aim for. Wow. If you so you just said that the human body. თქვენ ახლა ახსენეთ, რომ ადამიანი შედგება ელემენტებისაგან, რომლებიც ჯერ აფეთქდა და შემდეგ თავიდან შეიკრიბა, ხომ ასია? ამის შესახებ ფიქრობთ, რომ ეს შემთხვევით იყო, თუ გგონიათ ღმერთი არსებობს? იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ეს შემთხვევითობა არ იყო, ეს ღმერთმა შექმნა. თქვენ გჯერათ ღმერთის? This cannot have been a coincidence. That cannot, right? So it just could have been God. So do you believe in God? Well, I'm open to believing. მე მზად ვარ დავიჯერო ის, რაც პროპორციულია იმ ინფორმაციის, რომელიც მიეწოდება ჩემს ცნობიერებას. ანუ, ჩემს შემთხვევაში მე მაქვს რეალობის ფიზიკური აღქმა. იცით, მე ვცდილობ ეს გავაკეთო. მე ვცდილობ შევიცნო სამყარო იმდენად ღრმად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. იმისთვის, რომ გავიგო რა ხდება, მე ნამდვილად ღია ვარ ღმერთის იდეის მიმართ. და თუ თქვენ იკითხავთ სამყარო როგორ შეიქმნა, ან რამ შექმნა ის, მე ვფიქრობ, შესაძლოა არსებობდა რაღაც არსი, რომელსაც შეიძლება დავარქვათ ღმერთი, მაგრამ ეს განსხვავდება იმ საკითხისგან, რომ არსებობს თუ არა რაიმე არსი, რომელიც თვალყურს ადევნებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას და გამოაქვს მორალური ვერდიქტი ჩვენი საქციელის შესახებ. ეს მთლად მასე არ უნდა იყოს, რადგან მსოფლიოში ყოველ წამს ხდება ძალიან ცუდი რაღაცეები და თუ კი ვინმე თვალყურს გვადენებს, უცნაურია, რომ ცუდი რაღაცეების აღკვეთა არ ხდება. შეიძლება ასეც არის, არ ვიცი. მე უბრალოდ ვცდილობ საკუთარი აზრის შექმნას იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მე მაქვს და რაც უფრო მეც ვიგებ, მით უფრო მეტად ვცდილობ შევცვალო ჩემი აზრი იმის დამიხედვით, თუ რა შევინეცნე ახალი. დიახ, მეც ასე ვარ. მეც კვლავ ძიებაში ვარ. მე არ ვიცი, რას დავუჯერო, ასე რომ ალბათ გნოსტიკი ვარ, მაგრამ ძალიან საინტერესოა იმის თვალყურის დევნება, თუ როგორ ვითარდება სამყარო. და დიახ, ძალიან საინტერესო იყო თქვენი ხედვების მოსმენა. And it was incredibly interesting to listen to your visions. And it's
it's quite a vision for every one of us. Yeah, I would say that what ხო, I have is a მე philosophy of ვიტყოდი, curiosity. რომ მე მაქვს ცნობის So მოყვარეობის I'm curious about the ფილოსოფია. nature of the მე universe. მაინტერესებს, And, როგორია I სამყაროს would say ბუნება I და subscribe არსი. to the Douglas და Adams შეიძლება school of ითქვას, რომ philosophy მე that was ვემხრობი described in დუგლას Hitchhiker's Guide to the ადამსის Galaxy. ფილოსოფიას, რომელიც აღწერილია you know, წიგნში and, გალაქტიკის in გზამკვლევი. that book, იცით, the ამ Earth წიგნში was დედამიწა sort of a იყო giant რაღაც computer that was გიგანტური trying to კომპიუტერი, answer რომელიც the question, what is ცდილობდა the meaning of პასუხი life? გაეცა And then it შეკითხვისთვის, comes back with თუ რა არის სიცოცხლის აზრი. 40-42, and შემდეგ they're ის like, what does პასუხს 42 იძლევა. mean? And it's, პასუხია well, it's- and 40-42. ყველას the უკვირდა, answer რას is the easy ნიშნავს part, and the question 42. is the hard part. პასუხი კი მარტივი იყო So, და სწორედ კითხვა that იყო was რთული. actually quite, ეს მართლაც შემეცნებითი an იყო illuminating ჩემთვის, thing რადგან for me, because დაახლოებით that sort of 12 ან existential 13 crisis წლისას when I was, 12 or 13, მქონდა about the meaning of life, ეგზისტენციალური and, კრიზისი I read ცხოვრების many, აზრზე. და იცით, მე the religious ბევრს texts ვკითხულობდი and the რელიგიური books of ტექსტებს philosophy, და ფილოსოფიის წიგნებს. I was like იცით, მე reading Schopenhauer, თითქოს Nietzsche and whatnot, შიზოფრენიაზე which is a bit ვკითხულობდი, რაც depressing if ცოტა you're to read as a child. დამთრგუნველი იყო ბავშვისთვის, but, მაგრამ yeah, საბოლოოდ რომ ultimately- დავფიქრდი, ამ წიგნების კითხვას აზრი აქვს ზრდასრულ ასაკში. They're შემდეგ effectively წავიკითხე გალაქტიკის გზამკვლევი, so, რომელიც ძირითადად at times, ფილოსოფიის you know, წიგნია, მაგრამ it's actually- it makes იუმორისტული more sense reading ფორმით. it as an adult, და ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, but then რომ I read ჩვენ The Hitchhiker's Guide to the გავიგოთ Galaxy, which is სამყაროს really about ბუნება philosophy და by ამავდროულად Paul Fear, and, შევეცადოთ, and I think გავიგოთ it kind of ის კითხვებიც, really რომლებზე პასუხიც that- უნდა that ვეძიოთ was very სამყაროს insightful. შესახებ. Uh, ამან that- მიმიყვანა is დასკვნამდე, that we რომ should ჩვენ basically try to უნდა understand the nature of the მივისწრაფოდეთ universe, იმისკენ, and in რომ fact, გავაფართოვოთ understand even what questions to ცნობიერების ask about the მასშტაბი, answer that is რათა the universe. უკეთ გავიგოთ, And so რა that კითხვები led me to უნდა conclude დავსვათ that სამყაროს we should შესახებ, aspire ასე რომ to, უბრალოდ უნდა ვიმოქმედოთ expand the ისე, scope, the რომ scale of მივიდეთ consciousness სამყაროს so that we're უკეთ better able შეცნობამდე. to know what questions to ask about the nature, about the answer that is the universe. So we should just seem to you take the set of actions that lead to a greater understanding of the universe. Wonderful. ეს Actually, these მართლაც are შესანიშნავი perfect, სიტყვებია. last words, to be honest. რითიც for შეიძლება conversation, ჩვენი because- საუბარი because- დავასრულოთ, because რადგან I don't know არ right ვიცი now, ახლა რა like, ვთქვა კიდევ, რადგან what ეს to, სიტყვები მართლა what to ძალიან continue. ლამაზია. დიდი მადლობა. Because, ეს იყო these- გასაოცარი no, საუბარი. really, because these words are so beautiful, so I would just like screw it up. And it was wonderful. It was very, it was wonderful talking to you and listening to your views of mankind, and also to have an idea of your vision. It's very visionary, and yeah, thank you so much. Thank you. Well, დიდი it's been a მადლობა. pleasure speaking, and I სასიამოვნო hope იყო people თქვენთან listen to this ურთიერთობა conversation და მე იმედი and, მაქვს ხალხი find it, მოусმენს helpful. ამ საუბარს და მათთვის ის სარგებლიანი იქნება. Thanks, everyone. მადლობა ყველას. Thank you, everyone. Bye. Thank you, Bye. Ilan. Auf Wiedersehen.